ასე რომ ყველანაირი საშუალებაა, მთავარია მოვინდომო და ადვილია თუ არა თქო თუ გეუნებით, არ არის ადვილი ხამდე რაღაცაში ადექი და რო არ გაიკეთები აკეთე, ხო? გავიგე, მაგრამ ძნელია თუ არა, რო გააკეთებ მე აღარაა ძნელი. სასიამოვნო თუ არის თუ არა მე რაღაც კეთებ, არა მეგობრებო, სასიამოვნო არის შენთან, შენს ოჯახთან, შენს მეგობრებთან რო ხარ და ფული ესე რო ცვივა და რო ზიხარ სახში და რავი, ყველა რასაც შენ გინდა იმას რო აკეთებ. ეხლა აქ რასაც მე მინდა იმას ვერ ვაკეთებ, ხო? სართ არ მინდა ეხლა მე ტრაილერში დომა და რაღაც იმაზე ფულის გამომუშავება. მინდა სახში ვიყო ჩემებთან და ჩემს მეგობრებთან, ჩემს ქვეყანაში ვიყო, რა ჯანდაბა მინდა აქ, ხო? მაგრამ რა სიზავთ, არ არის სასიამოვნო, ძნელია თუ არა, არ არის ძნელი, ადვილია თუ არა, არ არის ადვილი. ესაა ჩემი პასუხები მოკლედ. კაი, ხა დავალდები ამის მოწერას და ნახოთ, რას მომწერს და მე მივალისებ ხელახლა. კი რავი არის აგერ. 1-200 მეტრი იქნება იქამდე 200 იგივე 400 დღეს ეხა მარტო იქ საბუთი ამ რეფერენციის გარკვევაში მარტო 800 მეტრს ახლა აგერ გავივი. შვენიერია, რატომაც არა, ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა. მასობაში მე ამას წაუშვი, რაც არ მჭირდება იმას, შევდივარ ქვევით, ნოვი მარშრუტ ისტორიაში შევალ. და ერთი პუნქტი მქონდა მიცემული ახლა უხალ სხვანაირად იმავსკენ და ამიტომ აქედან შემიძლია წაშლა უდალი და ვსვი ეს გასუთავებულია ახლა მოკლედ ამას არაფერი ინფორმაცია არ აქვს და შესაბამისად პლანშეტი თავისუფლად მუშაობს და ვეუბნებით ახლა ერთ წელო ჩამოყვალდა აქ 1000 ისტორიას და იმავს ეს ხო იტვირთება მე და უკვე ცოტა ჭედავს ხოლმე რა მოკლედ აგერ მივწერეთ ახლა და მაინც მომემზადები წინასწარ იმიტომ რომ აქ რო დავიცლები მე შეიძლება უცებ დატვირთვა არ იყოს და აქ ხوار დავდგები აქედან უნდა გახვიდე და სადღაც ხოლმე დავდგები ამიტომ წინასწარ მოძებნი ადგილს წინასწარ ადგილის მოძებნა როგორ ხდება შევდივართ აგერ ამ პროგრამაში აი ეს ტრანსპარკინგი რო არის ადრე ვიდეოშიც ვიძახი მე მგონი მაგრამ კიდე ვიტყვი მოდი ხა რომ ტრანსპარკინგში ადრე სხვა პროგრამა იყო უფრო კარგი მაგრამ ეხლა ეს არის დავაწვევით ამ პროგრამას მეგობრებო გადმოწერთ და გიჩვენებთ აგერ თქვენს მიმდებარედ რა პარკინგებს აქვს ქვევით ჩამოსკროლავთ და ამ კუბიკებსაც დააწვევით ბარემ და აგერაა თქვენი მანქანა მეგობრებო აგერაა თქვენი მანქანა და ცოტას დააპატარავებ და ახლო მდებარე პარკინგებს აგერ ეს რასაც აგდებს ეხლა ეს არის პარკინგები რა მაგალითად შემიძლია აგერ გავჩერდე შემიძლია აგერ გავჩერდე მაგრამ მე უკვე რახან ვიცი და რახან აგერ ვარ მოდი მოვალ აგერ აკრას წუხელ მინდოდა ამ არხთან გაჩერება გემები დაცურავენ და მაგრამ ასწორებს შე რო ზიხარ და დიდი გემები ჩაერიხინებენ ხოლმე ერთი ბაზა გვაქვს ჰოლანდიაში ეგეთი რომ შეგიძლია ეს მანქანა გააჩერო და პირდაპირ შენ წინ როტერდამში არის გზაჯვარედინი არის, იქ შუქნიშნებიც არის, გემების რაღაცები და მოკლედ უყურებ ეს გემები როგორ დადიან, ზოგი პატარა იახტის გამოვა, ზოგი სატვირთოთი, ზოგი სილას მიათრევს გემი, ზოგი კონტეინერებს და რაღაცა მუღამია, ეხა პროსტა დაჯექი თხეში დაიყურე, მაგას ჯობია ესე დაჯე და გემებს უყურებს, თუმცა ღამე ხანდახან ზოგი გემი ძალიან რუხუნებს, ეს დუგ ეგაძის და შეიძლება იმასთან გაგაღუძოთ, მაგრამ ეგეც არაფერი. და მოკლედ აი აგერ, აჰა, ეხა ამას დავაწვევი თუ ნავიგაცია და შორს მივდივარ თქვა და შორს ვეძებ პარკინგს ან გზაზე ვარ და გზაში ვეძებ ასე ვეძებ ხოლმე გზაში ახლო მდებარე პარკინგებს აგერ კოორდინატები წერია მეგობრებო ამ კოორდინატებს ადგები და გადაწერთ მან ჩვეულებრივად როგორც იცით ისე მაგრამ მოდი კარგი აგერ შევიყვანოთ აქ ეხა ამ მარშრუტის ისტორია კი წაუშალე მაგრამ მარშრუტი არ წამიშლია მეგობრებო ამიტომ უდალით მარშრუტ უდალით დავიწყეთ ეხა ისევ ნოვი მარშრუტ ავედით ზევით კოორდინატი წავშალეთ ეს კოორდინატი რა წერია აჰა იმანაც მომწერა ჰაი 51 04 ისა რა ქვია 774 ოკეი ხელს არაფერს არ ვახლებთ რახან მინუსი არ გვაქვს ხო გიგითხარით გუშინ 4 წერტილი 36 228 აბატონო მივცეთ ეხლა ამას და ამასაც ბარემ ეცოდინება სად უნდა წამიყვანოს აქ არ შეიძლებაო შესვლაო სამტონა ნახევრისო მხოლოდ იმისიო, მაგრამ აქვე არის და ვიცი რომ შეიძლება. ეხლა წეღან აი აგერ დავტრიალდი. წეღან რომ დავატრიალდი, მანქანა აგერ იყო და აქედან აქამდე კიდე ვიცი რომ შეიძლება. ამან ეხლა რაღაც წყალზე დასვა ეს 100 აპირებს, მაგრამ სინამდვილეში მოსასვლელი ესე არის. ეგეთი შეცდომებიც ემართება ხოლმე ამას. აჰა, ამან მომწერა. მოდი ეხლა ამასაც რო დააწვევით პირდაპირ აი იმას რომ მოძებნით, ხო? პარკინგს. პროსტა ამას რო დააწვევთ პირდაპირ და აი ისაც რო დააწვევთ, ეს პატარა მანქანის ნავიგაციას აირჩევთ. Waze-ის ეს ხო ისა რა ქვია? ნავიგაცია იგივე მაგრამ ჩვენ გიზიდად Google Maps გირჩევთ. ამას დააწვევით მეგობრებო. და დაგილაგათ ამ უკვე მარშრუტი პირდაპირ პროგნოზში ყვანის გარეთ. на запад. აგერ მიყვანს ეხა მან. სანამ მიხვალთ მანამდე შეგიძლიათ ეს უბრალოდ ადგეთ და გათიშოთ მეგობრებო და ის ამოაგდებს იქაურ ფოტოს. აი სადაც ხართ იქაურ ფოტოს ან გათიშავთ ამას და აი აქ დაადებთ წერტილს, ხელს და ნახავთ ფოტოს და იქ ნახავთ რა ხდება. და აგერ გახედავთ ბატონო და აკრას ეს გემი არის ხა მაგათ გემს ჩაულია ეგერ. აგერ მანქანები, დიდი მანქანები გაჩერებულია, იქ აღნიშნულია ესე იგი ეგ არის.
ერთხელ მე და ჩემი მეუღლე გავჩერდით აი ეს ადგილას და იქ კიდე გემების პარკინგი იყო, პატარა კერძო გემების პარკინგი. და გემების პარკინგზე ჩვენ მანქანაში ვიყავით აქ ჩაულებრივად და ისინი მოგზაურები, ეხლა რა თქმა უნდა გემში მოგზაურობა ჯობია ჩვენსაც, მაგრამ დაახლოებით იგივე სიტუაცია ქონდა, ჩვენს მანქანაში ცხოვრობდით, ისინიც იქ ცხოვრობდნენ. უბრალოდ ჩვენი მომენტში გავჩერდით და წავედით, ისინი მოაყენეს პარკინგები ორმა გემმა, ჩაულებრივად ჩვენ ჩავედით და ლიდში წავედით, იქ აგრას ცოლქმარი იყო, ისინი ჩვენსავით ესე გვერდიდან გადმოვიდნენ ბორტიდან და ერთად წავედით იმაში, რა ქვია, მაღაზიაში ლიდში და როგორც ჩვენ ვიყიდეთ ის ერთი კვირის პროდუქტები, იმათაც იყიდეს ჩაულებრივად, ანუ გვერდი მოგვიწია ესე და ესე. ეგეთი მომენტი ხა რაღაც კონჩი მუღამია. მე რა თქმა უნდა ეს ახლოს ვიყავი, მე ნაპირთან დავაყენე და ის იახტა ეყნა ჩათვალე ახლა აგერ. და რამე ტელევიზორს უყურებდნენ რაღაცა როგორც ჩვენ თქვა ლეპტოპი ქონა გაშლი, მან ახლა ტელევიზორი ქონდა და კაიუტა და ყველაფერი ქონდათ. დაახლოებით ჩემი ტრეილერის, მისაბმელის ის აი დაახლოებით ესეთი პატარა გემი იყო და მეორე იყო კიდე მეორე გემი. ეგენი წყვილებად მოდიოდნენ და ორმა გემმა მოაყენა ჩაულებრივად მაგათი პარკინგია, მაგაც ნაკები და ისინი აქვს შუქჩნები აქვს ჩაულებრივად რა. ხიდები აქვს კიდე რომელიც უნდა გაიღოს ან რომელშიც გაეტევიან და ჩაულებრივი მოძრაობაა მოკლედ აქეთ გემების. და დაში გამოვესაუბრეთ კიდევ და შუშიდან ველაპარაკებოდით, ტიპს იმის შუშიდან თავიყოფა გამოყოფილი გემიდან ველაპარაკებოდათ. აი, მოდი ახლა რა მოგწერა ვნახოთ. მოკლედ ამას ასე დავათვალიერებთ და ყველაფერი ინფორმაცია გვექნება წინასწარ რა ხდება და რა არ ხდება. აი, ეს არ გვაინტერესებს. ეხლა შევიდეთ და გავიგოთ ამან რა მოგწერა ჩვენმა ჯიგარმა. აჰა, დავსკრინოთ ეხლა ეს თუ არ ვიცით, მაგრამ thanks for info. I come back soon. მადლობა ინფორმაციისთვისო. მე დავუბრუნდები ცოტა ხანში. არაფერს არ მოუწერია, მაგრამ გადავთარგმნით ეხლა თქვენ ხო ვერ გაიგებთ, თქვათ ვიღაცა ვინც არის ინგლისური. აჰა, შევდივართ აგერ, ვაწვევით ამას. გადათარგმნას. და აგერ ბატონო, спасибо за информацию, я скоро вернусь. მადლობა ინფორმაციისთვის, მე მალე დავუბრუნდები. კი ბატონო. აი ეს არის მეგობრებო აქაური მთელი ამბები მოკლედ რა. დავალოდოთ და ვნახოთ რა იქნება. ჩემ შემთხვევაში მე რახან რეისში მიხდიან ფულს და საერთოდ არ არის ახლა ეს ჩემი რეისი რა ჯანდა მამინდა ბელგიაში ინგლისში უნდა ვიყო, ხო? მაგრამ კაია, ეხლა თქვენს აი ძალიან მიხარია რომ ეხლა ესე მომიწია ასეთ ამბავშია გამოსვლა, იმიტომ რომ აქ შეიძლება ეს ამბავი ვერ მენახებინა თქვენს. თორე ხო გეუბნებით იმ ვიდეოებში მთელი ქვეყანა რამდენიმეჯერ даже პარიზში მე და ჩემი ცოლი ეიფელზე ორჯერ ვარ, ყველაფერი მქონდა ნანახი ვაფშე იმ იმაში, მაგრამ ეხლა ნელ-ნელა მომიწევს რაღაცები, მაგრამ ეხლა პარიზში მე რო ავდივარ და იქ რაღაცა ვჭამ, ის თქვენაში გაინტერესებთ იდეაში, თქვენ უფრო ამიდან ასეთ რაღაცები გაინტერესებთ, ხო? მაგას თქვენ შეჭამთ მეგობრებო და თქვენ სახვალთ იმ პარიზიდან გადმოიხედებით ბოლო-ბოლო იმ ეიფელთან, ეგეც არ იქნება პრობლემა. ხო და ჩემ შემთხვევაში მე არ მაწყობს, თქვენ შემთხვევაში რატოა ეს დღიური ანაზღაურება, აი უფრო გემრიელი ფული, იმიტომაა რომ შაბათ კვირას გეხართ, ეხლა ხოთ, სულ გიხდიან თქვენ ფულს და მე მიხდიან რეისში წავედ, წამოეთ სახში ვარ, არ მიხდიან რა. კი საბოლოოდ მაინც ესე გამოდის, მაგრამ ჩემი დაინტერესება ეხლა არის რომ ამან დროზე მომწეროს, რომ მე აქედან დროზე წავიდე და დროზე ჩამიგდოს, თორე რომ ჩავიდე უკან, თორე თუ ვერ ჩავედი, მე დამიმთავრდება ეს დრო და ვეღარ იმას ვიზავ. სხვა ვიდეოებში ვიზახი და მოდი ახლაც გეტყვით რომ ტახოგრაფის შემთხვევაში ვინც არის მეგობრებო გაქვთ ერთკვირიანი სამუშაო და ორკვირიანი სამუშაო. აი მაგალითად ჩემ შემთხვევაში მანქანას გასაღებს თუ გახსნით, ხო? ჯერჯერობით 28 კილომეტრი გამოვიარე, ხო? ყველა მანქანას აქვს ხოლმე ეს როგორც წესი. მაგრამ გასაღებს თუ გახსნით, აი ამ მენიუში შეხვალთ, ხო? ესე რომ დააწვევით. ოკეი, აქ ხო ბევრ რაღაცას გიჩვენებთ, ეს თქვა აი აკუმულატორი რა დონეზეა და ასე შემდეგ, ხო? ასევე საწვავის ნორმა რა გაქვთ, აქედანაც შეგიძლიათ ამოწმოთ. აი მაგალითად ჩემი მანქანა ეხა ესე იგი 32 ლიტრა დაუწვია ბოლო 100 კილომეტრში, იმიტომ რომ ვიდექი და რომ ვათუხთუხი ხა გუშინ და უჯერ დავქოქი ავწი აშენ თუ არ და 27, მაგრამ 30-ს კარს საშუალო წვავს, შეიძლება დიტურში 35-ის დაწვას. დაფები და მერსედესები შედარებით 20 წვავენ, მერსედესით ყოფილა ცარიელი მოვდიოდი გავოკიდა 15 ლიტრა დაუწვია, ცარიელი პრიცეპით 18 ლიტრა დაუწვია. პატარა ტურთებზე 22, 23, 25 ლიტრაა საშუალოდ მაგისი წვა ესე რო ვთქვა. და მანები და ისინი უკვე ცოტა სხვანაირად წვავენ, უკვე 30, კარში ყველაზე ცუდ შემთხვევაში მანქანები წვავს ხოლმე 33, 35-ს თუ წვავს, უკვე ესე იგი რაღაცა ნიტო ან მანქანაში რაღაცა და ან თქვენ ძალიან აწვალებთ რაღაცა ანუ სულ პოლნი გაზები აღარ მოგეთ სხვანაირად დადიხართ რა. მაგრამ მე არასდროს არ უყურებდი ამას სიმართლე გითხრათ, არც ეს სამსახურში არც ნორმა რომ მქონდა და არც ნორმა რო არ მქონდა, ისე ხა არ მაქვს ნორმა და არ უყურებ, მაგრამ ეხა თუ არ მჭირდება ტყუილა რატო გავაოხრო, ხო ეს საწვავი და თან ისინი არიან ჯიგრები არიან ჩემი უფროსები, ხო.
რაზეც გინდა მიდი უთხარია და ახალი მისულიყავი დაჟე მისაბელი მჭირდებოდა პატარა მანქანის მათხოვეს იქ რაღაცა გამიფუჭდა დაანებევ ხა მანქანას და აგერ ჩემი არის წაიყვანეო ამ სხვა მანქანები წავთ მაგათ მანდ რაღაც Volkswagen და რაღაცები ერთ-ერთი მანქანა მომწეს და ასე შემდეგ გითვალისწინებენ ბევრ რამეში აი პატარა ოჯახურ კომპანიის პლუსი ეგ არის მაგრამ მინუსი ეგ არის რომ აგერ გევარ და ეხა მინდა რომ დროზე წავიდე აქედან თორემ მე ფულს ვერ გამომიმუშავებ რა თქვენ შემთხვევაში კარგად აქვს თქვენ საქმე დღეში გიხდიან დღიურად და всё არ გაინტერესებს რაც იქნება ის იქნება აი მოკლედ ეხა აქ შეგვიძლია აი აქინა რომ გამოვალ ტახოგრაფში შევიდეთ მეგობრებო ნახეთ აი მაგალითად ნახეთ მეგობრებო აი ტახოგრაფი აწერია ტაჩოგრაფ რო აწერია ეგ არის ტახოგრაფი აქ რო შევიდეთ ხო ეხა წერს ნახეთ ლოგინი ახატია მეგობრებო ხედავთ 35 წუთია რა ვდგევარ ლოგინზე ანუ ვისვენებ ეხა ამათი ჭკუით მე აი 35 წუთი აქაც ლოგინს ხატავს მაგრამ ამას ქვევით თუ ჩამოწეთ აი 55 წუთი მიტარებია დღეს მანქანა 55 წუთი რაჯანამაში დამჭირდა 28 კილომეტრში არ ვიცი მაგდენი ხანი დამჭირდა ნუ ახან დაიფიქსირე ესე იგი დამჭირდა ხო 20 ხო ამ დამჭირდებოდა ახაც ხო ვიკატავე წინ და უკან მოკლედ და ქვევით რო ჩამოწეს მეგობრებო ნახეთ აი რა წერია აგერ drive time this week ანუ ეს ნიშნავს მძღოლის დრო ამ კვირაში და 2 weeks drive time ან ორ კვირაში ან ჩვენ გვინდა ერთკვირეული სამუშაო და ორკვირეული სამუშაო აი ეს ორი კვირა ჩვენი ტარება მუშაობა არა ან მუშაობის დრო არის სხვა ხო იცით დღეღამეში თქვენ უნდა იმუშაოთ 13 საათი მაქსიმუმ დღეღამეში და აქედან ამ 13 საათიდან შეგიძლიათ რომ 9 საათი მაგრამ არის რომ კვირაში სამჯერ შეგიძლიათ დაიმატოთ ეს 13 საათიანი სამუშაო დრო გახადოთ 15 საათი თუ არ ყოფნით თქვა საერთო დროს ვიძახი ხა ეგ რო დგევს სმენა რო გავხსენს სმენის გახსნას სმენის დაკეტვამდე გულისხმობ ეს არის საერთო დრო ეს საერთო თქვენ გაქვთ იდეაში 13 საათი მხოლოდ 13 საათი და კვირაში სამჯერ შეგიძლიათ გამოიყენოთ 15 საათი მხოლოდ კვირაში ერთ კვირაში და ტარებას რაც შეეხება 9 საათზე მეტი თქვენ მანქანას ვერ ატარებთ მაგრამ კვირაში ორჯერ თქვენ შეგიძლიათ 9 საათის ნაცვლად ატაროთ 10 საათი და ეხლა დეტალურად გეტყვით მაგას რას გულისხმობ. აი მაგალითად აქ შემიძლია ის არს თუ დავაწვევი ქვევით მეგობრებო. ჩამოვალ კიდე ჩამოვალ აი ამას გეუბნებით. ნახეთ აქ მიწერს ტახოგრაფი რომ აი ლოგინი ანუ 9 საათი პაუზა შემიძლია სამჯერ გამოვიყენო 10 საათი რული რახან აწერია ტარება ორჯერ შემიძლია ვატარო 10 საათიანი თუ ერთხელ დღეს მე ვატარებ 10 საათი და დავიძინებ და გავიღუზებ აქ დაეწერება 1 თუ გავხარჯავ და ორჯერ ვატარებ დღეს და ხვალ აქ არაფერი აღარ მექნება და ამ კვირას შემდეგი 5 დღე უკვე 10 საათს მე ვეღარ ვატარებ 9 საათზე მეც მანქანას დღეში ეს სამჯერ 115 საათს რო გეუბნებით 15 საათი ნიშნავს რომ 15 საათს დავუმატოთ 9 საათი გამოიწვევს 24 საათი ან 24 საათში 15 საათი შეგიძლია იმუშაო სმენის გახსნამდე მაგრამ ამ შემთხვევაში 9 საათიანი პაუზა უნდა გააკეთო და თუ 13 საათს იმუშავებ 13 საათის შემდეგ 24 საათი რო დამგვალდეს 11 საათი ხო რჩება როცა 13 საათს მუშაობ, მაშინ უნდა გააკეთო 11 საათიანი პაუზა მინიმუმ. 11 საათი და 1 წუთი უნდა გახდეს და მერე შეგიძლია დაიძრათ. 11 საათს რო დააკლდეს 1 წუთი ან ნახევარ საათი, 1 საათი და დაიძრათ, ტახოგრაფი ჩათვლოთ თქვენ არ დაგისვენია და არ ღვევაა უკვე. 24 საათში თქვენ როგორც წესი უნდა იმუშაოთ 13 საათი, დაისვენოთ 11 საათი. მეორე დღეს კიდე თქვა 13 საათი, დაისვენოთ 11 საათი. მესამე დღეს შეგიძლია თქვა რაღაცა გეწელებათ, ხო ესე ჩემსავით. იმუშაოთ 15 საათი, საერთო დროს გულისხმობ ტარებას არა, იმუშაოთ 15 საათი, მაგრამ მერე დაისვენოთ 9 საათი, მინიმუმ 9 საათი, თორე 15 საათს რო იმუშავოთ, მერე თუ გინდა 11-ს დაისვენ და თუ გინდა 27-ს დაისვენ, აგერ ჩემ მეგობარს ვლაპარაკე 64 საათია ვდგევარო. და გუშინ ჩამიგდო წუხელ ვიდეო კიდე 64 საათი გახდა 90 ანუ 95 საათია ტიპი დგას საქმე არა გარდაძროლა დღიურზეა და ჩვენ კომპანია სადაც თქვენ მიდიხარ და არა ინტერესებს რა და დგას სადღაც იმაში რა ქვია შვედეთში ხო და მოკლედ 15-ის ამგვარად 13 შეგიძლიათ მაგრამ 5 დღე მუშაობთ მაგალითად კვირაში ხო 13 და შემდეგ ის 15 თქვა უხეშად რო თქვა ან 13 როგორც ამარა 15 საათს სამჯერ გამოიყენებთ როგორც 10 წერია და 15 საათს სამჯერ გამოყენების შემდეგ ავტომატურად გულისხმობა 9 საათი მინიმუმ პაუზა და მეტი და მაგას წერს ეს ამ 15 საათს რო ვიძახი ეგ ნიშნავს ამას დასვენებას და ტარება ნიშნავს ამას ტარებას რაც შეეხება პირდაპირ 9 საათი მანქანას ვერ ატარებთ 4 საათი ნახევარი შეგიძლიათ მაქსიმუმ მანქანა ატაროთ მეგობრებო დაძვრიდან ანუ მანქანას რო დაძრავ და რო არ გაჩერდე შეგიძლიათ გაჩერდეთ მაგასაც გეტყვით მაგრამ ზოგადად 4 საათი ნახევარი უნდა ატაროთ მე 45 წუთი მინიმუმ უნდა დაისვენოთ აქაც 45 წუთზე რო დაიძრათ არ ჩაგეთვლით ტახოგრაფი 46 მაინც უნდა გახდეს და უნდა დაიძრათ მე და ჩაგეთვლით დასვენებას აი ამ ლოგინს რო ვეძახით ჩვენ
ესე იგი, მაგალითად, პირობითად ვიზახი, ბევრი სხვა სიტუაცია, მაგრამ პირობითად ვიზახი. დავიძავ თქვა და ვიარე 4 საათნახევარი გავჩერდი. უნდა დავისვენო მინიმუმ 45 წუთი და მე 46 წუთზე დავიძრა. 4 საათნახევარზე მეტი ეს არის მაქსიმუმი. 4 საათნახევარი მაქსიმუმ დაატარო, მეც ვერ ატარებ. 4 საათ და 31 წუთი რომ დაგიფიქსირდეს ტარება ზედიზე, დარღვევა და ჯადარღვევა ჯარიმა. მე უნდა დაისვენო 45 წუთი მინიმუმ და 1 წუთი რომ გადასცება 46-ზე დაიზრები. ისე და ისე ვიმეორებ, შეიძლება 45 წუთს გაჩერდა და ჩემი მიდევს ნახავთ რავი ხან საათის ვარ გაჩერებლა, ხან მეტის გააჩნია. ანუ 4 საათნახევარი ერთ ტარებაზე მაქსიმუმ ვატარეთ, მე 45 წუთი მინიმუმ დავისვენეთ, მე კიდე 4 საათნახევარი ვატარეთ. რა გამოვიდა, რომ 4 საათნახევარს პლუს 4 საათნახევარი გამოვიდა საერთო ჯამში 9 საათი. მაგრამ საერთო დრო რა წავიდა, ეხა 4 საათნახევარი, 4 საათნახევარი და 45 წუთი კი გამოვიდა უკვე 9 საათი და 45 წუთი და დაჟე მეტიც, იმიტომ რომ 9 საათი და 46 წუთი გავიდა ამ ჩვენი საერთოდ 13 საათიდან. მიხვდით? ან 15 საათიდან, მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება 15 საათი აიღოთ და 5 საათზე მეტი ვერ ატაროთ მანქანა საბოლოო 9 საათიდან, იმიტომ რომ 7 საათს რაღაც ელოდოთ. ყველაფერი სხვადასხვანაირად ხდება. ამიტომ ვიზრვებიდან მაქსიმუმ 4 საათნახევარი ვატარებთ, მე ჩერდებით მინიმუმ 45 წუთი, მე ვატარებთ 4 საათნახევარი და ვსიო მორჩა ჩვენი სამუშაო დრო, მაგრამ ხანდახან როცა არ არის პარკინგები ან რაღაცა, შეიძლება დამატებითი აი ეს 10 საათიანი ტარება მოგიწიოთ კიდევ. და ანუ მაგას გულისხმობ რომ ამ 9 საათს 1 საათს რო დაამატებთ, მე გამოდის უკვე 10 საათი და ამაზეა საუბარი, ეხლა რომ ორჯერ შეგიძლიათ ეგ გამოიყენოთ. ამ 9 საათის მერე ის დამატებით 1 საათი რო გააკეთოთ, კიდე 45-იანი პაუზა უნდა გააკეთოთ. ანუ წარმოიდგინეთ, თქვენ თუ 13 საათი მუშაობთ, 9 საათი და 45 წუთი ხო გავიდა და კიდე 1 საათი რო ვატაროთ, კიდე 45 წუთი პაუზა უნდა გააკეთოთ. ეს უკვე გამოვიდა რამდენი, ხო? ეს უკვე გამოვიდა 10 საათნახევარი, 10 საათნახევარს 1 საათი დამატე, გამოვიდა 12 საათნახევარი, იდეალურად რო გაწაროთ ყველაფერი და 13 საათი გაქვს სულ დრო. აი ესეთ შემთხვევაში გიძლება 15 საათს აღება, იმიტომ რომ სადღაც ეხლა აგერ რამდენი ხანია ვდგევარ, ხო მარტო. ამიტომ სხვადასხვა სიტუაციაა, მაგრამ ზოგადად წესები და პირობები ესე არის ტახოგრაფის რა. მოკლედ 4 საათნახევარი მაქსიმუმ ტარება, 45 წუთი მინიმუმ გაჩერება, 4 საათნახევარი მაქსიმუმ ტარება, თუ გჭირდება კიდე 45 წუთი მინიმუმ გაჩერება და მე ვიმატეთ 1 საათს. ეს შენი 10 საათიანი გავხარჯეთ 1 და აქ შესაბამისად დაგვიწერა მხოლოდ 1 დაგვრჩაო, მეორეს თუ გახარჯავთ ამ კვირაში არ გექნებათ. შემდეგ კვირას გადაგეტვირთებათ ეს ყველაფერი და აქ სულ ყველაფერი ნოლებს დააყენებთ, მაშინ ისე ხელახლა დაგიბრუნდებათ ყველაფერი, მაგრამ არის კიდე ორკვირეული სამუშაო დროც უნდა აკონტროლოთ. აი ამას ვიზახი, ეს იმიტომ გაჩვენებთ, რომ 1 კვირის სამუშაო დრო, 2 კვირის სამუშაო დრო. 2 კვირის სატარებელი დრო. 2 კვირის ტარება თქვენ 90 საათს არ უნდა გასცეთ, ან 90 საათში გულისხმობა, რომ თქვენ რო ამ კვირას ყველაფერი მაქსიმუმ გახარჯოთ, ეს ყველაფერი ან 9 საათები მუშაობ, 2-3 საათი გახარჯოთ, ერთ კვირაში ეს ყველაფერი რო ესე მაქსიმუმ გამოიყენოთ, თუ ერთი ბოლომდე ვერ ვილთ, ხო ეხლა ზუსტად 9 საათი როგორ ატარებ და როგორ გააჩერებ. ან 8 საათი და 50 ატარებ, ან 7 საათი, ან სხვადასხვა დროები გექნება და ამიტომ აკეთებ ეს სხვადასხვა დროებით. ამ კვირაში მაგალითად მე 6 საათი და 23 წუთი გამომიდა ნამუშევარი, იმიტომ რომ ბელგიის რეისზე ვარ. ორ კვირაში მაქვს 45 საათი ნამუშევარი. მაგრამ თქვენ რომ მაქსიმუმ ატაროთ ერთ კვირაში გამოგივათ, ყველა რო აითვისოთ ეს 10 საათიანი და ბოლომდე რო 9 საათი ტარებები გახარჯოთ, გამოგივათ 56 საათი. ამიტომ არის რომ პირველი კვირა 56 საათს არ უნდა გადასცეს და თუ პირველ კვირას თქვენ პოლნი იმუშავეთ და 56 საათი გამოგივიდათ, შესაბამისად მეორე კვირას თქვენ ამდენს ვეღარ იმუშავებთ, ანუ მეორე კვირას თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ 35 საათი ატაროთ. მიხვდით რას გეუბნებით, ეს მე რომ მიხსნენ ეს ტახოგრაფზე რო ვიჯექ, ცოტა გაუგებარი იყო, მაგრამ ბევრჯერ ერთხელ, ორჯერ, ხუთჯერ რო იზათ, მე გაიგებთ რა. ანუ ორი კვირის დრო 90 საათს არ უნდა გადაცდეს, თუმცა ერთი კვირის დროც არ უნდა გადაცდეს 56 საათს, იმიტომ რომ თუ გადაცდა, ესე იგი თქვენ 10 საათზე მეტი გივლიათ და რღვევები გიგეთებიათ. აქედან გამომდინარე, დღეს თუ მე ვატარე და მგონია რომ აი 56 საათი დღეს პოლნი რაღაცა მოხდა სასწაული და ყველა ატარე 9 თქვათ. თუ ასე სასწაული მოხდა, მეგობრებო და 56 საათი გამოგივიდათ, შემდეგ კვირასაც ვერ იტყვით რომ აი შემდეგ კვირასაც თუ მოხდა სასწაული, მოდი ხა ყველას გავხარო, ვერ გახარჯავთ, იმიტომ რომ 56-დან როგორც კი დამგვალდება 90-ზე, ეს იქნება ორ შაბათი დღე, სამ შაბათი დღე, როცა მოგიწევთ, ანუ ორ კვირას, ორ კვირეული სამუშაო არ უნდა გადაგისცეს 90-ს. პირველ კვირის შემთხვევაში მაქსიმუმი 56-ია როგორც გითხარით. მაგრამ ზოგ შემთხვევაში ხდება ხოლმე ესე, რომ 40-45 საათი მუშაობენ ხოლმე, ვერც კი მუშაობენ ხოლმე ამ კვირაში, მაგრამ შემდეგ კვირაში შეიძლება იმუშაო 20 საათი და საბოლოოდ ამ ორ კვირაში მე ხშირად მაქვს ხოლმე მეგობრებო პრობლემა სიმართლე გითხრათ, მე იმდენს დავდივარ, რომ ეხლა გეუბნებით აქ არა, მაგრამ ინგლისურ რეისებზე მე დავდივარ დაახლოებით 13-14-ას ყოველ თვე. თქვენ ვერ გაივლით 7-8000, რა, 9000 თუ გაივლით, მაგარი იქნება ხოლმე რა. ხო და ჩემს ნახევარი უნდა იარო თქვენ იმ კომპანიასთან დღიურად გიხდიან ფულს წარმოიდგინეთ რა მაგარია ნო.
ხო და მე სულ მაქვს ხოლმე პრობლემა, ბევრჯერ მაქვს უბრალოდ პრობლემა, რომ აქ 90 მიმთავრდება 99 და რაღაცა და აი სახში ჩავედიან, აი 99 და რაღაცა 57-ზე ბაზაზე მე ჩავაქრე მანქანა და ვსიო, აი ესეთი დროები მე მაქვს ხოლმე. თქვენ ნაკლებად გიხებათ, მაგრამ ყველაფერი მაინც უნდა იცოდეთ, რამე არის მასაკნას, მე არა გამოგეპარო და თუ ერთხელ გამოგეპარებათ, ბოლო-ბოლო ცუდია, ჯარიმა იქნება თუ შეგამოვწოს, მაგრამ ასეთ რაღაცეებზე, ხო? არის ჯარიმები, რომელსაც პატიობენ, არის ჯარიმები, რომელსაც პატიობენ. მაგალითად, ეხლა თუ ატარეთ 9 საათი და მე ის 1 საათის დაიმატე და ხედავენ, რომ მანქანა წავიდა, გაჩერდა სადღაც, მანქანა წავიდა, გაჩერდა, ეს ყველაფერს იმახსოვრებთ, ნელა წავიდა, უცა, ესე იგი 20-ით რომ მიდის, ესე იგი 5-ით რომ მიდის, ის პარკინგზე შეიარა, ვერ ნახა, გერმანია ფიქსირდება ტახოგრაფში, ესე იგი ვერ ნახა იმანის პარკინგი და გითვალისწინებენ და თან რასპეჩატკას თუ გააკეთებ, მოდი ბარემ რასპეჩატკას გავაკეთებ, რასპეჩატკის გაკეთება ასე არის, მეგობრებო, ანუ დააწვევით ამას, რასპეჩატკა ვოდ ვადიტელ 1 დააწვევით, ოკეის, თუ точнее, просто ოკეის აწვევით პირველ, ანუ просто ოკეის აწვევით ყველაფერს და ამოიღებს ესეთ ფურცელს აგერ. სადაც აქ წერია ყველაფერი, აგერ შემთხვევაში Volvo, თქვენ Mercedes გეყოლებათ თუ რა გეყოლებათ, ეს კონკრეტულ მანქანაზეა მიბმული. და პატრული ამას ახსენს ნახავს, რამე რო იყოს. ტახოგრაფითაც ნახავს ამოიღებს და აგერ ჩიპის შესარჭები აქვს, თუ არა და აქ ჩიპში არჭებენ და Bluetooth-ით თავიანთ მანქანაში კომპიუტერი აქვს და იქ ნახავენ ყველაფერს აქ რა ხდებოდა ბოლო ახლა უკვე 56 დღეში, ადრე ის იყო, რა ქვია. და აგერ წერია მეგობრებო რაღაცები, რა ვიცი ხა ეს რო არ განახოთ, აქ მეც ვერაფერს ვერ გებულობ და დღემდე ვერ გავიგი აქ რა ჯანდაბას კითხულობენ ეგენი მოკლედ. აი მოკლედ არ გვინდა ეს გადავაგდეთ იქით. ჩავაგდე კაკრას იმას. ნაგავი მაქვს ეგერ გადასაგდებით ფათაშორის. ხო და მოკლედ კვირეული და ორკვირეული სამუშაო დრო უნდა გაითვალისწინოთ, ტარების დრო უნდა გაითვალისწინოთ, დასვენებები უნდა გაითვალისწინოთ და სვენის გახსნა, დაკეტვა, აი მაგალითად სვენის გახსნა ხო იცით, ეხლა შეგახედეთ ბარემ სხვა რაღაცებიც რო იცოდეთ, პარომი როგორაა მაგალითად, ანუ რო ჩამოვიდეთ ქვევით და ეს ვად ავტომობილი რომ მოვძებნ და აქ რო შეხვიდეთ, ეს არის აუტი, მეგობრებო. აუტი ნიშნავს რაც, როცა აუტზე დააყენებთ მანქანას და როცა სახელოსნოში მოხვდებით, ან რაღაც მოხვდებით, მაშინ აუტზე უნდა იყოს მანქანა. თუ თქვენ მუშაობთ, აუტზე უნდა იყოს მანქანა, თქვა შეხვიდეთ, ეს გიცვლია, ხო? აუტზე უნდა შეხვიდეთ. არის შემთხვევა, რომ ჩვენ მაგალითად ზეს შესასვლელად შევედით მანქანაზე და რაღაცა პრობლემა აღმოაჩენს, კლაპანს თუ რაღაცას არ მოგწონს იმ ბიჭმა და უნდა გავაკეთოთ და მოკე დაიტოვეს მანქანას რაღაც 10-11 საათით რა. ამ შემთხვევაში ჩვენ ამოვიღეთ ჩვენი ბარათი, მძღოლ ხელოსანმა არის ბარათები, რა ბარათები არის, ხო? ანუ ჩვენი ბარათი, ხელოსნის ბარათი და პატრულსაც აქვს ბარათი, რომელიც პატრულმა ბარათი რომ მოგთხოვს და რომ ამოიღოს, რო წაიღებს, აქ თავის უნდა ჩაარჭოს, რომ ეს ტახოგრაფი რაღაც გარეშე არ დარჩა, იმიტომ ის პატრული წავიდა, შეამოწოდა, მე თქვენ ხვალდაზე ვიღაცამ შეგიმოწვათ. ეგრე არ ხდება ხოლმე, მაგრამ მაინც აქ უნდა ფიქსირდებოდა, აქ ყოველთვის რაღაცა უნდა იდოს და ჩვენ ბარათი ამოვიღეთ, მძღოლმა თავის ბარათი ჩაარჭო და იმ ბარათით შეიყვანა. ან შეიძლება ბარათი ამოიღო და მერე დააყენო ამ აუტზე. აი ამ აუტზე დააყენებ ვოდ ავტომობილში, აი ამ აუტზე დააყენებ, ეხლა რომ იცემ ნაჩალო და დაეწერება აქ გვერდზე აუტი. და ამ აუტზე რო შეიყვანთ, თქვენ თუ თქვაც რაღაც წახვედით, ეს დასვენებაში გეთვლებათ. ასევე გემზე თუ ხართ, გემზეც გეთვლებათ დასვენებაში. გემზე დაყენება ესე არის, ანუ პარომ, პოეზდი, ანუ გემი და მატარებელიც ერთი და იგივე ფუნქცია აქვს. ანუ აქედან რო დავიწყოთ თავარი მენიუდან, ოკეი, ქვევით ჩადი, ავტომობილ, ვოდ ავტომობილში რო შეხვალთ, პირველი არის აუტი, მეორე არის აი ეს გემია, ვითომ ეხა ეს რო ხატავს აგე რაღაც, ანუ ეს ვითომ ეს ქვედა გემია და ეს კვამლი რომ რაღაც ეგეთი ზნაკი აქვს. გემის და მატარებელიც ესა, ამას რო დააწვევით და მე უკან გამოხვალ და თავარ მენიუში, ანუ დათანხმებას მისცეთ, მაგის გარეშე ეს არაფერს არ იმახსოვრებს, როგორც გითხარით, ეგ იქნება უკვე ის, რა ქვია, პარომ პოეზდი, ეს პაგრუსკა, რაზგრუსკა, მესნოე ვრემი ესენი არ გვინდა. მოდი ბარემ იმასაც გაჩვენებთ, აქ რომ მოხვალ თქვენ სავარაუდოდ სხვა ენა იქნება. და ენა როგორ შეცვალთ, უბრალოდ ქვევით დააწეკით, ქვევით და აგერ ამოვარდა ვიბრატ язык. მაგრამ ეხლა ეს სხვა ენაზე ეწერება ამ პოლონურზე, ან უკრაინულზე, ან ინგლისურზე და მიხვდებით რა რო აქედან რო ჩამოხვიდეთ, ეხლა აქ მსგავს კითხვის ნიშანს თქვენ ვერსად ვერაფერს ვერ ნახავთ, მაგის გარდა და იმის გარდა რომ აი ამის მერე არის ვიწინა გლავნი მენიუ, ანუ ყველა რასაც არ უნდა გააკეთოთ, აქ ვიწინა გლავნი მენიუ და ოკეის ვაწვევით რომ დავამახსოვრებინოთ რაღაცა. ანუ პროსტა როცა ენის შესვლა გინდა და დაგჭირდებათ ყველა ვარიანტში, ყველა მანქანის მიღებაზე, ქვევით და ბოლო-ბოლო აგერ ორი კითხვის ნიშანი რო გაიჩნდება, ორი კითხვის ნიშანი წინა არის ეგ. დააწვევით და მე აირჩევთ თქვენ სასურველ ენას, ქართული არა აქვს, რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ რუსული და ინგლისური, პოლონური და სხვა ყველა ენა ქართულის გარდა. ეხლა რა ხდება, ნახეთ, ერთი კვირა და ორ კვირას რატო ვიძახით, ორ კვირეულს სმენას რატო ვთვლით? ორ კვირას აქ იმიტომ წერს და ესეც იმიტომ ითვლის, რომ ერთი კვირის შემდეგ უნდა დაისვენოთ
კვირა რომ დამთავრდება თქვენი მინიმუმ 24 საათი, მაგრამ მეორე კვირას მინიმუმ 45 საათი უნდა დაისვენოთ. კიდე რომ მოვა კვირა, მე ისე 24, მე კიდე 45. ან შეგიძლია თქვა დღეს ხო დაისვენოთ 24 საათი ამ კვირას, შემდეგ კვირას 45, მე კიდე 45, მე კიდე 45 და ასე გააყოლოთ 45. მაგრამ ამ კვირას რო დაისვენოთ 24 საათი და შემდეგ კვირას 45 საათი, მე ხო შეგიძლიათ 24 საათი დაისვენოთ და კიდე 45 საათი. მაგრამ დღეს 24 საათი დაისვენეთ, შემდეგ კვირას 20 საათი არ შეგიძლიათ მეგობრებო. ანუ 24 საათიან დასვენებას კვირა როცა მთავრდება, შემდეგ კვირას ყოველთვის 45 საათიანი მოწევს. უბრალოდ ხშირად არის ხოლმე რომ ხშირად არის 45 საათები. ან შეიძლება 24 საათი დაისვენო, 45 საათი მერე დაისვენო შემდეგ კვირას და შემდეგ კვირას კიდე უკვე 20 საათიანი კი არ მოგიწევს, თქვა 30 საათი მოგიწევს გაჩერება. ან ჩემი მეგობრის შემთხვევაში ხოლმე 95 საათია დგასტები და ამიტომ მინიმუმს გეუნებით ერთი კვირის შემდეგ მინიმუმ 20 საათიანი დასვენება, მეორე კვირის შემდეგ მინიმუმ 45 საათიანი დასვენება და ასე უნდა გაგრძელდეს 24, 45, 24, 45, 24, 45 და ასე შემდეგ 45 საათი 45 წუთში არ გერევათ ხოლმე ვიღაცას თავიდან მით უმეტეს. 45 საათიანი დასვენება არის ორკვირეული დასვენება, 45 წუთიანი დასვენება არის ეგ შესვენებაა და ისა რა ქვია, ტარებიდან ტარებაზე შესვენება. ტარებიდან ტარებას შესვენებასაც ბარემ გეტყვით. მეგონი ძალიან ბევრი ინფორმაცია დაგაყარეთ ეხლა და ვიღაცები ვერ გაიგებენ, მაგრამ გირჩეთ რამდენიმეჯერ უყუროთ ამ ვიდეოს ბოლო-ბოლო და აუცილებლად ამოგიტიპდებათ მეგობრებო, მე იმაში შეგვიძლია ქართულად ტახოგრაფის გავლა, იმიტომა კაი რომ ქართულად ციკსაც გაძლევენ და უყურებ ყველაფერს. ნახეთ ეხლა არის მომენტი რომ თქვა მე რომ დავიძარი დღეს და 4 საათ ნახევარი უნდა ვატარო მაქსიმუმ, ხო? გზაში გაჩერება მინდა თქვა თან რაღაც მინდა შევიარო, ვიყიდო რაღაც ან შეიძლება საფირფარო შემოგინდეთ ხო ან რაღაცა. შეხვალ თქვა და გაჩერდით 3 წუთი და კი ბატონო გაჩერდით წადი არაა პრობლემა. მაგრამ ხანდახან არის ხოლმე თუ რაღაც შედიხარ და იყიდე რაღაც და მაგაში დრო გავიდა. აი ეს 4 საათ ნახევრიდან 4 საათ ნახევრამდე მეგობრებო შეგიძლიათ os 45 წუთი რაც გიწევთ მე შუალედში, ეგ 45 წუთი შეგიძლიათ გაყოთ 2-ად მეგობრებო კიდე. ხდებით? ანუ რო გაჩერდებით ისე კი არა რომ თქვა ეხა 3 წუთი გავჩერდი, მე 10 წუთი გავჩერდი, 13 წუთი ხო გამომივიდა და მე დამჩა ის რა ქვია 32. არა, ეგრე არა მეგობრებო. ნახეთ მინიმუმ 15 წუთი უნდა იყოს პირველი დასვენება 16 წუთზე დაიძრათ, რამე რო იყოს და შემდეგი მინიმუმ 30 წუთი უნდა იყოს და 31 წუთზე დაიძრათ. ანუ 15 და 30 გამოვიდა 45, ხო? მაგრამ ნახეთ მეგობრებო 15 წუთი რო დაისვენეთ ეხლა და 30 წუთი, ხო, მინიმუმ სიძახი. ეგ დაგეთვალათ, მაგრამ თქვენ რო ადგეთ და 30 დაისვენოთ და მე 15 ეგრე არ დაგითვლით. მაინც ანუ პირველ დასვენებას თუ ამ 4 საათ ნახევარში ჩვენ გაჩერდით, თქვენ დაისვენეთ თუ არ დაისვენეთ, თუ პროსტა გაჩერდით თუ რა მნიშვნელობა არ აქვს მანქანა რო გაჩერდება, ეს დაიწყებს ავტომატურად ათვლას, რო თქვენ გეხართ იმაზე რა ქვია, სატოლზე და თქვენ ისვენებთ. თუ თქვენ 15 წუთამდე დაძრავთ, ეს ვერაფერს ვერ ჩათვლის. ანუ ეს მაშინ ჩათვლის და მაშინ მოვა აზრზე, თუ აქ 15 წუთი აი ამ ლოგინზე, რომელიც უკვე ჩემ შემთხვევაში 56 წუთი გახდა, აი ამ ლოგინზე რო 15 დაეწერება, ხო? მაგას როგორ ნახავ, ბაგერ კილომეტრებზე რო არის ქვევით დააწვევით ერთხელ და გიჩანთ აგერ ლოგინზე 56 წუთიად გეხარდა, აი მან რო 15 წუთი დაეწერება მეგობრებო. მის მე დაიმახსოვრებს ეს რომ აჰა ამან ეხა 15 წუთი დაისვენა. მე გახვედი თქვა იარეთ, მე თუ გინდა კიდე 45 წუთიანი გააკეთეთ კაცო მაგაზე არა, მაგრამ ხანდახან დროს თუ ანაწილებ და ყველა წუთი და წამი თქვენს მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევაში ვძახი რა თქვენ ნაკლებად გიხდით, მაგრამ მე ხშირად მაქვს აქ. მოკლედ ეს 15 და 30-ზეა საუბარი და არა 30 და 15-ზე. თქვენ თუ თავიდან გააკეთებთ 14 წუთს ან 15 წუთს და დაიძვრებით არ ჩაგეთვლით, მინიმუმ 16 წუთს უნდა გააკეთოთ. მაგრამ თქვენ რო გააკეთოთ 22 წუთი, 25 წუთი, 27 წუთი, 20, რა ვიცი, სულ რო 44 წუთი გააკეთოთ დასვენება მეგობრებო, ხო? ეს მაინც არ ჩაგითვლით, მაინც 15 წუთს დათვლის. ანუ 4 საათ ნახევრიანი ტარების დროს მანქანა რო შეჩერდება, პირველ შეჩერებაზე თქვენ რამდენიც არ უნდა დაისვენოთ, თუ ის 45 წუთს არ გადაცდა, ეს ყველა ვარიანტი 15 წუთს დათვლეს. და ამ პირველი გაჩერების მერე 30 წუთს მინიმუმ გააჩერებთ, მერე უკვე გადაგითვლით და всё ის ავტომატურად მაგ 4 საათ ნახევარს განგიახლებთ. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია რომ თავიდან 4 საათ ნახევარი კი არ ატაროთ მეგობრებო, შეიძლება თავიდან ატაროთ 4 საათი და 4 საათში გაჩერდეთ პირდაპირ 45 წუთი დასვენებით. კი ბატონო, ეგეც შეიძლება. შეიძლება ატაროთ 2 საათი და გაჩერდეთ 15 წუთი, მერე ატაროთ 1 საათი, გაჩერდეთ ნახევარ საათი და ამ 3 საათში მაინც გადატვირთ. ეხლა იტყვით შეიძლება რომ 3 საათი რო ვატარე და 2 საათ ნახევარი არ მიტარებიაო, ის საათ ნახევარი საწავიდა ვარ, საწავიდა ის საათ ნახევარი მერე გემატებათ მეგობრებო. ანუ თქვა თქვენ თუ 3 საათი ატარეთ და 45 წუთი დაისვენეთ მინიმუმ და მე 2 საათ ნახევარი ატარეთ, გამოვიდა 7 საათ ნახევარი ტარება, მაგრამ თქვენ 9 საათი გაქვთ ატარებელი, ხო? მერე 45 წუთიანი პაუზა უნდა გააკეთოთ და მერე დაგიმატებთ იმ წინა საათ ნახევარს და ასევე ავტომატურად თუ გაქვთ ეს 10 საათიანი დრო თუ გაქვთ დარჩენილი,
იმ საათ ნახევარს ეს ავტომატურად გადაამატებს და შეიძლება შეცდომას შეხვიდეთ, იმიტომ რომ ქონია რომ ისა რა ქვია, 2 საათ ნახევარი და სინამდვილეში საათ ნახევარი დარჩა, იმიტომ რომ საათ ნახევარი 9 საათიდან დარჩა და ის 2 საათ ნახევარს უძღეს, ის ერთი დამატებითი 10 საათიდან არის ის 1 საათი და ესეც თქვენი რაღაცა იარეთ, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე შემთხვევა რომ ეს 10 საათი შენ იტოვებ რაღაცისთვის რომ გათვლი გაგისე რომ აი მე მაგალითად ხა ინგლისსა რომ ბრუნდები უკან, ვიცი რომ ანუ ინგლისში რომ მივდივარ პირველ დღეს 10 საათი უნდა ვატარო, იმიტომ რომ გერმანია მაგას სწავლელი და შაბათს ხშირად ვტართავ ხოლმე და ვიცი რომ უკან როცა ვბრუნდები, მაგრამ ამ 10 საათიანს მე ორჯერ ვიყენებ დასაწყისში, ჩემი დღის კვირის დასაწყისში და ჩემი კვირის დასასრულში. მე მჭირდება ხოლმე ორივე და ხო გეუბნები თქვენ კომპანიაში იმდენი ძღოლი მუშაობს მეგობრებო, ის 10 საათს იყენებს ხოლმე რავი 3 კვირაში, 4 კვირაში ერთხელ ისიც ერთხელ და მე ყველა კვირა ორჯერ უნდა გამოვიყენო ეგ. ამიტომ არ მაწყობს მე აქ გადაცელა და გადმოცელები და აქ 56 წუთი ლოდინები რომ მე ყველა დრო მაგ გადათვლი და დათვლი მეგობრებო. რატომ? იმიტომ რომ პირველი რაც მჭირდება ეს არის კვირაში ორჯერ სახლში ყოფნა. აი ამ ხელა ფასი აქვს ელემენტარული ერთ რაღაცას მეგობრებო. აი ამ ხელა ფასია კიდე სხვა ბევრი ფასი აქვს და სხვა ბევრი მინუსები აქვს ამ ჩემ კონკრეტულ სამსახურს და თქვენთან მსგავსი რამე არ არის მეგობრებო, შეგიძლია მშვიდად წყნარად დაждდეთ და იმუშაოთ რა ვიცი. ასე რომ ტახოგრაფზე რაც უნდა ვიცოდეთ მეგობრებო, მოკლედ რომ გადავიაროთ, ესე იგი იწყება ჩვენი დღე სმენის გახსნით, სრულდება სმენის დაკეტვით. სმენის გახსნა, სმენის გახსნამდე სადაც დავიცლებით, ან უნდა დავაყენოთ დაცლა, ან ზაგრუსკა, ან ვიგრუსკა, ან ზაგრუსკა, ვიგრუსკა შეიძლება ერთად იყოს, შეიძლება რამპაზე მიაყენოთ და დაიცალოთ, ან დაიტვირთოთ. პერიოდულად აყენეთ ჩაქვიძე მაგალითად ზაპროვკაზე შეხვედით, თუ გეხართ ეს ელოდებით კონვერტზე აყენებთ, თუ იტვირთებით დატვირთვაზე აყენებთ, თუ იცლებით დაცლაზე აყენებთ. თუ გემზე ადიხართ და მატარებელზე გემს და მატარებელს აყენებთ, თუ სახელოსნოში შედიხართ აუტს აყენებთ. როცა ქვეყანაში გადადიხართ, იძახიან არ უნდაო, მაგრამ დაზუსტებული ინფორმაცია ვერც სამსახური, ვერც წინა სამსახური, ვერავინ ვერც 100% ვერ გამცა მოკლედ პასუხი ვერავინ რომ არ არის ეს სავალდებულო. თუ გინდა შეცვალე, მაგრამ სავალდებულო არ არის. არა არიციან, მაინც ვერავინ ვერ მეუნება და ამიტომ ქვეყანას მაინც თორე ეს რო გადახვალ ქვეყანაში, ეს ავტომატურად ეხა ბელგიაში როა და რო გადავიდეთ თქვა იმაში ჰოლანდიაში, ეს ავტომატურად ჰოლანდიას დაწერს, ხვდებით? მაგრამ უნდა შეცვალოთ ქვეყანა. ხა ხელს არ მოვყიდებ, ვიდეოებს ადვენებ თვალყურ და მაგას ბევრჯერ ვიზ და ბევრჯერ გაჩვენებთ კიდე. მოკლედ ერთი ფუნქცია კიდე არის რომ ქვეყნის შეცვლა და პრაქტიკულად თქვენ აქ მეტი არაფერი არ ჭირდებათ, გარდა იმისა, რომ თქვენ აკონტროლოთ თქვენი დრო, აი ეს 10 საათი და რაღაცეები რაც არის, აი ეს 9 საათი, 3 საათი და თუ გათვლა გჭირდებათ, მაგრამ ჩვენ სამსახურში ვიმეორებ ამის ჩალიში და ანგარიში და რაღაც მათემატიკაში გამოცდების ჩაბარება არ დაგჭირდება თქვენი ძალიან ხშირ შემთხვევაში. მაგრამ ზოგადად ეს ყველაფერი რო იცოდეთ ასეა. ვიცი რომ ძალიან ბევრი ინფორმაციაა, ცოტა არეულათაც მოგაწოდეთ ალბათ, მაგრამ კიდე არის აქ რაღაც პატარ-პატარა სხვა ფუნქციები, რომელიც იდეაში უნდა იცოდეთ, მაგრამ არ დაგჭირდება და როცა საქმე მოითხოვს და იმას და ჩემ ვიდეოებს თუ უყურებთ, ყველა სიტუაცია მექნება სავარაუდოდ და ნელ-ნელა ნახავთ ხოლმე. ასევე თქვენ რო ჩამოხვალთ, მაგასაც ნახავთ. ეხლა თქვენ რო ჩემ გვერდით იჯდეთ აქ და მე ჩემი სტაჟიორი იყო და მე ამას გიხსნით, მაინც რაფერს ვერ დაიმახსოვრეთ, ვიდეოთვით რო დაიმახსოვრეთ, მეგობრებო. მე რომ მასწავლებელი რაღაც მასწავლი და ერთხელ რომ ნახე ამდენ რაღაცა მითხრა, მეორეჯერ მეთქი მაინც. გავადგებოდი და როლაპარაკობ და ვიდეოს უღებდი რა. და იმავშვებოდი, რა ქვია. მე ის რომ დაიძინებდა, აგერ ქვევით ეძინა მაგას, მე ზევით მეძინა რა, მაშინ მანი ყავდა. ხო და ზევით ვიჯექი და ის იმას რო ეძინა, მე კიდე ვიჯექი და ამ ვიდეოებს ნაუშნიკებით უყურებდი 9 ჯერ, იმიტომ რომ ვერ არა, ეხლა ჩემთვის არ იყო ესე ადვილი ამ ყველაფერს ნახვა, მაგრამ ეხლა როგორც გეუბნებთ, ხო ხედავ აი როგორც ორჯერ ორი ისე იცი უკვე ადამიანმა მარტივია, მაგრამ როცა არის და არ ქონია შეხება, ეგრეა. აი ესეთი სირთულეები გექნება, თავიდან რთული იყო თუ არა, მეგობრებო, ეს ჩემთვის იყო კატასტროფა, ეს რთული კი არ იყო, რა სიტყვა არ გამოგონია, ჩემთვის ეს რა იყო თავიდან, ეს იყო კატასტროფა ჩემთვის, მაგრამ ეხლა როგორც ორჯერ ორი ნამდვილად ვიცით რომ 4-ია, ისე ვიცით აქ რა გავაკეთო და სმენა როდის გავხსნა და რანაირად გავხსნა, რა კნოპკას დავაწვეთ მოკლედ. არაფერი კნოპკები ამას არ აქვს, სულ აქ აგერ. უკან დაბრუნება, ზევით ის არის, ქვევით ის არის, ოკეი, ერთი მძღოლი, ორი მძღოლი. ამას ბევრი ხანი თუ დააწვევით გასაღებ გახსნილზე, გასაღებ უნდა გახსნით და დაგიწერთ რაღაცაო, მოკლედ გასაღებს გახსნით, ბევრი ხანი რომ დააწვევით, ბუმ, ამოვაგდებს ეს ამას და მოიღებთ ტახოგრაფის ბარას. ჩაადებთ ბარას, ჩაარჭოთ, დაელოდებით, ლოდინი უნდა თქვენ სახელდაგვარ შეიყვანს, ატვირთავს და ეგ არის მოკლედ ამის ამოღებას. ორ ეკიპაჟზე თქვენ როცა სტაჟერად წამოხვალთ, მძღოლი აქ ჩაარჭოს ბარას თქვენ აქ, მაგრამ როცა ორ ეკიპაჟზე დადიხართ, ორ ეკიპაჟიანზე მოდიხა კიდე აღარ დაგავნეთ, მან ცოტა სხვაობები არის, მაგალითად ორი მძღოლმა 9 საათი უნდა ატაროს, მანქანა ეგრე შეუძლია და თქვენ თუ 13 საათი შეგიძლიათ ატაროთ და ხანდახან 15 საათი, ორ ეკიპაჟის შემთხვევაში დღეღამე ითვლება 30 საათად და 30 საათიდან 21 საათი შეგიძლიათ
იმუშაოთ, მაგრამ ჩვენ თუ შეგვიძლია რომ ხან 11 საათი დავისვენოთ მინიმუმ და ხან 9 საათი, ორი ეკიპაჟის შემთხვევაში მხოლოდ 9 საათია დასვენება, არც 11, ან მარტოც მინიმუმ 9 საათი უნდა იდგე. მეტიც იდექი, მაგრამ ნუ მინიმუმ 9 და სისულელეა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ორი ეკიპაჟიანი ბევრად უფრო იღლება, ბევრად უფრო მეტი სიარული და ღამის თევას გიწევს, იმიტომ რომ 21 საათში ხა დაგიღამდება, სადღაც დაგათენდება, ხო? და იქ მარტო 9 საათი გაქვს და მე რომელიც ახლა აგერ საათზე მეტი ადგავარ ჩემი მეგობარი რომელიც 95 საათია დგას იმას შეუძლია 11 საათიანი პაუზის გაკეთება სისულელე აბდაუბდა არავის ძველი მძღოლები ყველანი დამეთანხმებიან რომ განსაკუთრებით თქვათ ვიც რეისზე და ვიცი დაინტერესებაცაა დროული მოძრაობა და ის არა რომ ჩემი მეგობარებით ისე რომ გაუწყალებული მაგრამ 95 საათია დგას და ბედნიერია ანუ ასეთ სიტუაცია თუ არა აქვს ამას მეგობრებო ძირითადად უფრო თავის კივლია ვიდრე ის რომ აი საქართველოსთან კიდე კაია კაცო აი რომ მოვდივარ რომ ამაზე მეც არ მომუშავებენ ამაზე მეც არ გამუშავებენ მაგრამ ი რომ არ გამუშავებენ იქაც არის ხოლმე შემთხვევა ან სასოფში მოხვდებით ან სადღაც და პარკინგს ეძებ და არა გაქვს დრო აღარ გიმთავრდება ან რაღაცა და ერთხელ იყო 6 საათ ნახევარი ვიდექით მე და ჩემი მასწავლებელი იმას საცობში მე ყოფილ ვარ მე და მეუღლე 4 საათ ნახევარი 5 საათი მდგარ ვარ საცობებში გეხარ ჩაქრალი მანქანით გეხარ და ხა ეგეთ რომ ხო მიდის ეგ ხო იმ საერთო დროს აკლდება რა შეიძლება ტარებით ვერ ატარო 2 საათი მანქანა საერთოდ რომ ის 15 საათის დაგიმთავრდეს რას გაიგებდო მოკლედ ორ ეკიპაჟიანზე ცოტა სხვანაირადაა მაგრამ თქვენ ორ ეკიპაჟიანზე რაც იქნება თქვენი თავსატეხი არ იქნება იმიტომ რომ ვინც იქნება თქვენი ინსტრუქტორი ისიც თქვენი ჩალიჩებს მაგ რაღაცებს და მე მაინც ერთ ეკიპაჟიანზე იქნებით რა მაგრამ გაგებით ზოგადად ინფორმაცია მაინც ესე მოგეს თუმცა მანდაც ეს ელემენტარული განსხვავებებია მეტი არაფერი აი ეს არ არის ორ ეკიპაჟიანში კაი სწავლის პერიოდში კიდე არა უშავს მაგრამ ეხა მე წელიწად ნახევარ რომ მეუღლე სამჯექი და გვერდზე ზიხარ მაინც ვერ ისვენებ ეხა სად რო გააჩერებ და წამოწვევი და დაიძინებ ბოლო 45 და სად რო გვერდზე ზიხარ და ეს მანქანა მოძრაობს ხო მით უმეტეს თუ თქვენ მოგიწიათ რომ თქვენ გახდეთ ვიღაც ინსტრუქტორი და ეგეთი დროც ალბათ მოვა 1 წლის მერე რომ თქვენ რო დაждდებით გვერდზე ვიღაც სტაჟირო ჩამოგივა ეხა მინდა შენ დაიძინე გვერდზე სტაჟიროზის გუშინ გააღო ტრაილერის კარი ვიღაცამ ხო არიან ეგეთები ჩემებიც რამდენი არიან და მნიშვნელობა არა აქვს შეიძლება გამოცდილიც იყო მაგრამ აქაურ სიტუაციას ცოტა ვერ მოერგო რა და რო დაგიღამდება და რაღაცა გვერდზე ზიხარ და ვიღაცა მანქანას ატარებს რომელიც ვერ ატარებს ის როგორც საჭიროა ხო ვერ დაიძინებს მეგობრებო და ამიტომ ჩათვალეთ რომ ის 18 საათი დაუძინებლად ადიხართ დღეს გაძლევთ ხვალ გაძლევთ მაგრამ ერთი თვე რამდენი ხანი უნდა გაძლევთ ეგრე ხო ორ ეკიპაჟიანზე ეგ არის ძალიან ცუდი და რთული უბრალოდ ორ ეკიპაჟიანზე ჩვენ შემთხვევაში ხშირად იყო ხოლმე რომ არ ვიცი ხოლმე რომ ვიყავი თუ რა იყო არ ვიცი მაგრამ იყო ხოლმე შემთხვევა რომ ეხა მე ბევრად მეც მუშაობ აქ უბრალოდ დღე მიწევს სიარული თორე ეხა რო გავდივარ 13-14-ს ორ ეკიპაჟიანზე გავდივი 15-ს მეც კი არა 17-18-ის გამივლია კაცო, მაგრამ ძირითადად გავდიოდი აი ესე 13-15-ს. მაგრამ აქ დღე მიწევს სიარული და დიდ რეისზე მიწევს და იქ რო ცოტა იმებზე მიწევდა სიარული და დღე ღამეც მიწევდა ღამე დამათენდებოდა ან დღე და ანუ ღამე 1-5-6 საათი იდეალურ შემთხვევაში მიწევდა ღამის გათევა და ეგ ცოტა რთულია. ანუ მაგ შემთხვევაში ცოტა კაცი უნდა იყო ამტანი რა ხო ხვდებით ახლა ჩემ მეუღლეს რა თქმა უნდა სიმართლე გითხრათ უკან მისამელის კარები არავის არ გაუღია და არც იცის რემენი საერთოდ როგორ იხსნება და არც ჩაუხედია უკან საერთოდ არაფერში მაგას ხელს არ მოვაკიდებინებდი ხო რა თქმა უნდა მაგის ერთადერთი ის იყო რომ აგვერზე მეжда და სწორგზაზე იჯდებოდა ხოლმე ჩაულებრივად ანუ თავიდან უჭირდა ეხა სიარული რა თქმა უნდა მაგრამ გერმანიაში და იმაში განსაკუთრებით დაშევიწროებები როა თან ღამე ეხა ყველანი ვიღლებით ხო მით უმეტეს დაღლი ადამიანი თან ქალი და თან ამხელა ტრაილერი და თან გამოუცდელი და ну თავიდან რა თქმა უნდა სულ ჩათვალეთ აი რა ვიცი რამდენი ხანი ასართ არ მეძინა და გადავიწვი სიმართლე გითხრათ მაგ პერიოდში მაგრამ მე გაიტანა ესე რომ თქვა მე მეუღლემას დაამოღამა და ეხა ტვირთის დაბანდა საერთოდ იქაც ერთხელ წავიყვანე მე პროსტა წამოდგე ისე მაინც მეთქი შეხედე პროსტა რა ხდება რეცეპშნის პროსტა ისე მაინც ნახე მეთქი რა ან თოლკმაი როცა მუშაობ ну რა თქმა უნდა შენზეა ბევრი რამე შენ ბევრი რამე და ის ყველაფერი შენ უნდა აიღო რა ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა რომ მეუღლეს მარტო 2 საათი უწევდა ხოლმე ჟდომა რულზე ან 2 საათ ნახევარი და ის 2 საათ ნახევარი თავიდან ვერ ვიძინებდი ახლა მაგრამ მე ვიძინებდი ხოლმე ღამენათევი რო ვიყავი ან რაღაც ამიტომ მეუღლეს სამუშაობაც შეიძლება ვიღაცამ იკითხოს და მაგასაც გავცემ პასუხს რომ ის რა ქვია მეუღლეს სამუშაობაც ძალიან კაი ბევრი პლუსები აქვს რა თქმა უნდა მაგრამ მინუსებიც აქვს იმიტომ რომ ხა მეუღლეს ვერ დატვირთავთ რაჯერით ვერ შეძლებს ქალი ამდენ რაღაცას არიან გოგოები მუშაობენ მარტო მაგრამ მაინც უფრო სხვანაირ ისევს აძლევენ იმას და ერთ ეკიპაჟიანს ღამის თევა არ უწევს თან ორ ეკიპაჟიანს გიწევს მე კონტეინერებზე მუშაობენ ან ტენტები თუ აქვს ცოტა ისე სახტუნაო და რაღაც ტვირთი დააბი და ძალა და პაკაშკა გამოცვალე ეგეთები არ არის გოგოებთან გოგოებს რა თქმა უნდა ცოტა სხვა სიტუაცია აქვს ინდივიდუალურია რა თქმა უნდა ყველაფერი შეიძლება ვიღაცას რაღაცა ისე მოუწიოს
მაგრამ ძირითად შემთხვევაში სხვა კომპანიაში რო ველაპარაკები ხოლმე ხა კოლეგებს ვეძახით ერთმანეთს, გოგოებსაც და სხვებს, ძირითად შემთხვევაში light სამუშაო აქვს უფრო და მით უმეტეს ხა შენი ცოლი რო გიძის მანქანაში, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ არ შეიძლება არ დატვირთო, ხო? ჩემი მეუღლე ასე საკეთებდა, რავი, ძირითადად ან ონლაინ ის კურს გადიოდა რაღაცას, ან კინოს უყურებდით მე და გეგმავდა ხოლმე რომ ეხა იქ სად გავჩერდებით ან პარკინგის დაგეგმვაც კი არის ის ხვდებით ანუ არაფერს არ ვაკეთებინებდი საერთოდ ერთადერთი რომ გვერდზე ყოფილიყო და ხანდახან ეს მანქანა ეტარებინა ისიც სწორ გზაზე რა ავტობანზე სოფლებში წამოყვანამ და ყველგან დადიოდა მაგრამ რამპაზე შედი და შეაყენა არ იგიც რამე ესე გეგმავდი დროს რომ ეხა რო ვიცოდი რომ აქ უნდა ჯერ მე დავждებოდი ან ჯერ მეუღლეს დავსვავდი მე ისე ვთვლი რომ მივიდოდი მე ყოფილიყავი საჭესთან რომ მე მეჩალიჩა ეს ყველაფერი რა ამიტომ მეუღლის მუშაობა კიდე სხვა რამე ხა ძმები თუ ხართ ან ბიძაშვილ მამიდაშვილი ან უბნელები ან რაღაცა ეხა კაცები ერთ სხვანაირად ავიტანთ მაგრამ ნუ ქალს ესე ვერ იმასიზავთ ხო იცით რა ქალთან კიდე სხვა პრობლემაცაა მეგობრებო ეხა მე ძირითადად კაი აბანოებში და კაი მეებში დავდივარ მაგრამ ცოლთან როცა ხარ ცოტა უნდა მეტი დრო არის სახარჯი ხვდებით რომ მეტი დრო უნდა ხარჯო ამ კაი პარკინგის ძებნაში ეხლა ყველგან ცოლთან ერთად ვერ შეხვალთ მეგობრებო ხანდახან არ არის რაღაცა მოწესრიგებული ან რაღაცა ისეთი ან პარკინგი არ მომწონს თქვა და ეხლა 45 წუთი და 15 წუთი მომენტ ყველგან გაჩერდები ადამიანი ხო სანამ ეს გადატვირთავს, მაგრამ როცა 45 საათიანი გიწევს, ჩვენ ძირითადად ფასიან პარკინგებს გვაძლევდნენ. იმ კომპანიაში ძირითადად ფასიან პარკინგებს იძლეოდნენ ჩვენ რატვირთების დაქონდა. და ფასიან პარკინგებზე რა თქმა უნდა დახურული ტერიტორია, ცალკე ქალების აბანო, კაცების აბანო, საფირფაშ ყველაფერი ცალ-ცალკე არის სასადილო და ყველაფერი არის ხოლმე ძირითადად ამ ფასიან პარკინგებზე. არის სხვა ფასიანი პარკინგები, ფასიანი ქვია, მაგრამ არაფერი ფასი ზოგი უფასო პარკინგი ჯობია ხოლმე, ეგეთებიც არის. ამიტომ მეუღლესთან ცოტა სხვა სიტუაციას ქონდა და კომპანია სხვანაირად გიწყობს ხელს და თუ რამე და შენს უფრო მეტი დროის ხარჯვა და მოძებნა გჭირდება, მოძებნაში გულისხმობ რომ პარკინგს რომ მოძებნი აქ და თქვა გონი აქი და რომ კაია და მივედი იქ არ დამხვდა კაი, არ გავჩერდები, იქ უნდა წავიდე სხვაგან. ამიტომ დრო მეტი უნდა გათვალო, სხვანაირად გაითვალისწინო და თუ მარტო შემთხვევაში ავდგებოდი და აგერ გავჩერებდი და დავიძინებდი, ორ ეკიპაჟიანი შემთხვევაში თქვა მე და ვიღაცა ჩემი მეგობარი ორ ეკიპაჟზე მუშაობთ, ხო? ორ ეკიპაჟზე ბევრია სამუშაო როგორც ხარ და ძილი მინდა ეხლა დავიძინო. და შეიძლება ვერ დაიძინო და 1 საათი და საათნახევარი შეიძლება მხოლოდ იმიტომ იარო რომ 24 საათი გასაჩერებელი ან 45 საათი გასაჩერებელი და მეუღლეს ერთად მან არ გინდა გაჩერება. ჩვენ შემთხვევაში კიდე სხვა გვემატებოდა მეგობრებო რომ აი რო გავჩერდებით 45 წუთი და რა უნდა ვაკეთოთ ხო ეხა პროსტა პარკინგზე გაჩერდი რა მინდა ისეთ ადგილს ვეძებდით რომ პარკინგთან ან ავტობუსი ყოფილიყო ან ქალაქში ყოფილიყო და ჩვენ კიდე სხვა ძალით ვიჩალიჩებდით ესე რომ ვთქვათ რა ამიტომ მეუღლესთან მუშაობას უნდა ბევრი სხვა რაღაცების ჩალიჩი და ეს ბევრი სხვა რაღაცების ჩალიჩი 98% ჩათვალეთ თქვენ გაქვს საჩალიჩო თქვენ ხარ ასე საკეთებთ და მეორე მძღოლას საკეთებს ჩათვალეთ მეორე მძღოლიდან აი 2% უნდა აკეთოს იმან მარტო. მე ასე მუშაობ თორე აქ არიან ბევრი ცოლ-ქმარი რომ ჩაულებრივად რავი რემესას აბავენ და ხანდახან მინახია კაცი მანქანაში ძის ქალი მიდის იქ იმას და ერთხელ მეგობრებო ვიდეოშიც მანქანა ჩვენები თოთო ბავშვი ყავდა ქალს. აი არ ვიცი რა მაგ ნანახი და გადმოცემულიც მაგ მე ხო გეუბნებით გაგონილს კი არ გეუბნები ვიდეოებში მაგ მეგობრებო 3 წელი ვიდეო არხი მქონდა გაკეთებული სადაც ქალი თოთო ბავშვი ესე შემოტრიალებული რემნით დაბმული აქ რემნის დაბმა დიდ მანქანაში მე არ გამიკითხია სერმანთან პატარა მანქანაში წინ ყავთ ხოლმე ბავშვები დაბმული პატარები. ოღონდ სპეციალური სინია სიდენიებს ზოგს სიდენიებს აქვს აირბაგი ბავშვის დასამაგრებელ სიდენიებს აქვს აირბაგი და თავისი პრინციპები აქვს დაბნის და თავისი ინსტრუქცია აქვს. და ეგრე ყავდა პატარა ბავშვი და მე რომ გამოვდიოდი ცემერი რო ავიღე ამ ხალმა მოკიდა ამ ბავშვს ხელი ამიმიანად ცალხელში ცემერი აიღო ჟილეტი აი ესე ჩაიცვა და შედიოდა იმაზე რა ქვია ტრაილერი დააპარკინა და ჩაულებრად დაცლაზე იყო მოსული. მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი და თან გადაღებას გამიწყდა, მაგრამ მეთქი ამიზე დავატირმა გადავიღო და გადავიღე რა. და კადრებში ჩანდა ეგ და ზოგადად ბავშვები მინახია რა ვიცი. ან დედაშვილის მინახია, მან 12-13 წლის გოგოეში და გვერდზე. ან დედა მინახია და ბიჭი მინახია გვერდზე. ან მამა მინახია და იგივე გოგოეში და გვერდზე, ან იგივე ისეში და რა ქვია. ბავშვები დადიან ხოლმე, არ ვიცი, ალბათ უფრო შიდა რეისებზე ვერ გეტყვის, მაგრამ ეხა ინგლისში ბავშვი არ გადაგიშვებენ საზღვარზე და არ შვეიცარიაში არ ამგონია. ალბათ უფრო შიდა რეისებზე, მაგრამ ფაქტია რომ ტრაილერში თოთო ბავშვი ყავდა რა ვიცი, ამხელა იყო ბავშვი ალბათ 2 თვის იყო ბავშვი, მეტი ხო არ იქნებოდა რა.
და ყველანაირი სიტუაცია კი ჩვენ გვიკვირს მეგობრებო და გასაკვირია რომ ტრაილერი და ჯერ ზოგადად ტრაილერში მუშაობა კაცისთვის მე ახლა ტრაილერში ქალი კაცო არიან მეგობრებო ქართველებიც რა ჩვენთანაც არიან ხო ანუ აგერ მე და ჩემი მეუღლე მუშაობდით ჩემამდე პირველ კომპანიაში ვიცი რომ შედარებით დასაკომნებით თოქმარი უკვე კაი ხანია მუშაობენ უბრალოდ ეს ჩვენ ვიყავით რომ პირველი ეს თოქმარი იმაში გამოხდით YouTube-ზე ესე რო ვთქვა თორე დანარჩენი თოქმარი აქ ბევრი მუშაობს ქართველებს და არა ქართველებს ხო რამდენს ნახავთ კაცო სავსეა და გოგოებსაც ბევრს ნახავთ ცალკე გოგოები ჩვენთან ორი გოგო მოვიდა ცალ-ცალკე სამუშაოდ იმაში რა ქვია კანადა და ამერიკაშიც გექნებათ ეხლა ნანახები ხო ანუ ეს ჩვენ გვიკვირს მეგობრებო რომ აქ ჩაულებრივი ამბავია მარშრუტკებზე დასტავკებზე რაღაცით მანქანებზე მოკლედ გახედავ გონია რომ კაცის და გოგოზის თან გოგოის ხო არ გონია თქვენ რაღაცა 40 წლის ან რაღაცა აი 20-22 წლის გოგოები ზიან ხო პატარა გოგოები და და ყველაფერი იმიტომ რომ აქ სხვანაირად არის არ არის ისეთი რაღაცა არეულობა და რაღაცა ცოტა სხვანაირადაა კაია თუ არა მეგობრებო არ არის კაი არავის არ არის კაი გვიმეორებს ჯდომა არის სახში კაი მეგობრებო შენ ცოლ-შვილთან და შენს მეგობრებთან და შენს წრესთან ერთად ეგ არის კაი მაგრამ საქართველოში რომ საჭეს და ზოგადად ტრაილერს რომ ისე უყურებ ცოტა ისე თვალით რომ აუ რამ ხელა ამ პერევალზე რაღაც აბგონებს რო აკეთებენ ხოლმე რა აქ ეგრე არ არის აქ უფრო კარგად არის ყველაფერი მარტივად არის თუ არა რა თქმა უნდა მარტივად არ არის მაგრამ ბევრი რამე უფრო ადვილია თორე აქ რო ჩვენი სიტუაცია იყოს რანაირად წამოვიყვანდი ხა ჩემ ცოლს ან სხვას როგორი მუშაობდა ხო არა აქ ხო ბევრად მარტივადაა მით უმეტეს რო ეჩვევი მე საერთოდ ყველაფერი მარტივდება კაი მოკლედ გამიგზავნა სიტყვა ეს ვიდეოს უკვე 3 საათზე ავიდა და ამასაც შევამოკლებ ეხლა მეგობრებო მაქსიმალურად შევეცდები რომ ამოვჭრა და დანარჩენს შემდეგ ვიდეოებში ნახავთ ეს დისპეჩერი არ იწერება აი ხა თქვენ წარმოიდგინეთ ზიხარ და დღეში გიხდიან ფულს თუ ფეხებზე კიდია თუ არ იწერება მაგრამ მე არ კიდია ფეხებზე მე ხა სახში მინდა დროზე წასვლა და ფული მინდა გამომუშავო კარგი დაავლო და ნახოთ რა იქნება 2 hours later 2 საათი და 52 წუთია ვდგევარ ეხლა არის პირველი 20 წუთი და აგერ მომწერა რომ 14 საათზე გაქვს რა ბუკინგი 14 საათზე გავაკეთეთ აგერ ეხლა როგორ შევატნახეთ თუდი შესასვლელი და ეს კუთხე რამდენად ახლოს მევა იქ გასასვლელთან ხედავთ აი თითქმის მიდის ხოლმე ყველა მანქანას რო აგვირდება ნუ ვიწრო შესასვლელია ეხლა შედარებით რა და ეს როგორ გამო ეს ძველია ეხლა საკმაოდ ძველი მანქანაა აი რა ფლაზი გამოვა ეხლა და კუცას დააკვირით იქ როგორ მოიქნეს როგორ მოიქნია ხედავთ კუთხე მე კიდე ველოდებით მოკლედ ველოდებით 3 საათნახევარი გახდა უკვე და ველოდებით კიდე 1 საათი და რა ვიცი მეტია დასრულდება ეს რეისი დავბერდი უკვე აქ აგერ 3 საათი და 55 წუთი გახდა რა ვდგევარ თითქმის 4 საათი აი ახლა არის 2:20 წუთი და წავალ მაინც წავალ რავი აბა იქნება ცოტა შემიყვანონ რატო და 9 საათ ადრე მაინც რო შევიდე თორე აქ დგომა მე არ მაწყობს კიდათ კაი წავიდეთ ნახოთ კიდე რაღაცებია ეს ყავა შეიძლება უფროს იყოს არ ვიცი მოკლედ მე 16 რამპაო რა მაჩვენა კიდევაც და 16 რამპაზე მიდიო აი ხა 40 წუთი ადრე რომ მოვედი მოვიგენ რო ჩემი დრო მოვიგენ აი ხა მეშვიდე მერვე ბოლოში იქნება მე 16 სავარაუდოდ ის მანქანის გასაჩერებლები აგერ ველოსიპედის გასაჩერებლები მოტოციკლეთის უბრალოდ აგერ მოტოციკლეთის აგერ ველოსიპედის ძალიან მოტოციგებულად არის ხოლმე როგორც ისე ყოველთვის ყველაფერი ბელგია ჰოლანდიაში განსაკუთრებით ყველგან მაგრამ ნუ ზოგან არ არის ხოლმე რა ეს
გუში რა მაგარის იყო ეხა ამ დილით უფრო სწორედ და ხრეშის ის ქონათ მეყრელ-მოყრელი რაღაცა არის ეს თები რა ძირითადად ეს თებია მაგრამ ცუდებიც არის ხოლმე ეხა ვერ გაიგებ რა ჩემი ჭრელა თუ ყვითელა თუ რაც არის ეხლა რახან აქ სწორი გზა და თან ტვირთი არ შემიდევს დაბალი ტვირთები მინდებს ეხლა გავაღებ ბარემ კარ ცოტას გამოვწო და აქედან კარგ აღებული წავა რომ მე იქ აღარ ვიხტუნაო რა გავაღე მეგობრებო მოკლედ კარებები აქ გავიხედოთ ამიხო არ მოდის და შევალ ეხლა რომ მივედი და ამა რომ ცლიან კიდე გამართლებაზეცა იმიტომ რომ აქ ეხა მანქანები რაც დგას ერთი რამპა იყო მარტო ცარიელი იქ თვითონ ის ჩვენ ცემერებს მე ესე 16 რამპა 15 და რო უყურებ გრაფებზე ორი რამპა იყო ცარიელი უფრო სწორედ და ჩემამდე ვიღაცა იყო და აი ეგერა შესვლის ამბავი მოკლედ ჩემამდე ვიღაცა იყო და კაკრას მე აქ ფეხით რომ მივიდი ერთ მანქანა გავიდა გამემართლა თორე ის მანქანა რო არ გასულიყო მაინც ვერ დამცლდნენ მალე ამიტომ ვიძახის ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული აი ხა მე გამემართლა მაგრამ ის მანქანა თქვა რომ ვერ დაეცალთ ან რაღაცა იქ ერთი ადგილი რო იყო დარჩენილი მე ვეღარ მომცემდნენ იმ ერთ ადგილ რამპას აქაც დავრეკოთ და გაიღება მე ვეღარ მომცემდნენ იმ ერთ ადგილ რამპას აგერაა ჩემი მე-16 რამპა ამის შემდეგან ცოტა ძნელად მიდის მანქანა უკან, იმიტომ რომ საბურავის ჩამკეტი დასადებები რო არის. საბურავის ჩამდები დასადებები რო არის. ეგ ამას სხვანაირად აქ ხანდიხან არის რომ აქ რომ მოდიხარ უნდა დაუდო რაღაც საგორავებლებს. მაგრამ ამ შემთხვევაში ნახეთ აქ რა არის ელექტრონული არის, ხედავთ? ეხლა ეს თვითონ დაიკავებს და ეს მე არ გამიშვებს რომ მინდოდეს. და ის საფეხისადები რაცა აი ჩვენად გვაქვს აქ ხელი. აი ეს თები დევს ხოლმე აქ შავები და რაღაც იმას შეიძლება გადაუვარო და ამას ახლა ვერაფერს ვეღარ ვუზო. ასევე არის ხანდიხან რამპა უნდა ჩახსნა ხოლმე და რამპაზე უნდა ჩახსნა ხოლმე პრიცები და აი ესეთ რაღაცეებია წაიღებ, შეაგორებ და სადაც ღერძია იმ ადგილას დაუდებ ხოლმე. ეს ერთად იმ შემთხვევაში როცა რამპაზე ტოვებ პრიცებს და პაუზა გიმთავრდება და დატვირთვა შეიძლება ღამე დაიწყოს 3 საათს. რაღაც ეგეთი ადგილებიც არის ხოლმე ხანდიხან. მაგა დაველოთ ახლა ჩვენ. ცოტა მოვიწყინე მოკლედ ამ საათში. დაველოთ ახლა მოკლედ. აი. ხო, ამ შემთხვევაში დავაყენოთ მეგობრებო. იმაზე რა ქვია, ქვევით. ვადიტელ ისა ვოდ ავტომობილი. ოჩა, ვოდ ავტომობილი, აი მოთავიდან ვიზავ. ოკეი, ქვევით. ვოდ ავტომობილი, ოკეი, ქვევით. პაგრუსკა, რაზგრუსკა, ოკეი. პაგრუსკა არ გვინდა, რაზგრუსკა გვინდა. ოკეი, ველოდებით. უკან. ოკეი და ჩაკუჩები. აი როგორც ამასუდეს მეგობრებო, აი ეს რაღაც ეგეთი ამბავია, ხედავთ აი როგორც სატრიალო აქვს და მიაწვება და პაგრუჩი გრო შემო არ აყირავდება აქ. ეხლა შეგახედეთ, შეგნით თუ შევძელი, იქით ხარეს რობოტიზირებული და ყუთებს რაღაც რობოტები დაათრებენ ჩემ ძველ ვიდეოებში მიჩვენებია, მაგრამ
აქედან ეს გაბერილია ზოგი იბერება და ვერ იმაშვები, ნუ კაი ვერ შეგახედეთ, მაგრამ სხვა დროს განახებთ რა. რობოტები დაათრევენ რაღაცებს, რაყუთებს და რაღაცებს. ხო, მოკლედ დავიცალე ახლა და აგერ მომცეს რაღაც ვითარივით, ანუ კოდი არის ეს გასასვლელი კარების, ეგერ რო არის მაგარების გასასვლელი კოდი არის. აუ სიო რა ეს 4 დაცლა როგორც იქნა, მოკლედ დაასრულდა რა. აი აქ შევიყვან ახლა ამ კოდს, ოღონდ ჯერ გამოვწევ მანქანას. ესე გადავუღებ მეგობრებო ფოტოს და მე ჩაუგდებ იმას, რა ქვია, ჩემს დისპეჩერს. თქვენ შემთხვევაში ჩაუგდებთ იმაში, რა ქვია. თვითონ სამსახურის ტელეფონით. კარგი, მოკლედ გავედი ახლა აქედან ამ კოდს შევიყვან ეგერ. მოდი ბარემ შეგახედებთ, აი ეს დავარვიჩნი კოდს მეგობრებო არ დავრჩეს. გაიგო, წავედით. ახლა თუცებ. წავედით უცებ. გაი, გამოვედი მოკლედ და წავედი ახლა. წავედი ახლა მე. აქედან იქით. აი. აჰა, მოკლედ წამოვედი, აქედან გამოვედი. იმაზე მაგისტრალზე და ახლა დაუდგები შემდეგ გზას. შემდეგ დაცლა დატვირთვა მაქვს ახლა კიდევ ერთ ადგილას 16.5 უნდა დატვირთონ სიგზეში და მე მივიდე აი იქ რომ გადატვირთეს კიდე იქ უნდა დამიტვირთონ რაღაცა რა ვიცი მოკლედ ამ ბელგიდან იმედია გავალ და აი აქ ვაპირებდი წუხელ მოსვლას მეგობრებო აი გემები როგორ მოცურავენ ეგერ და აი ეგერ ბოლოში რომ მანქანა პირველი კი რა მე მანქანა გემი დგას დაჟე გვერდზე ხედავთ აი მანდ ვაპირებდი წუხელ გაჩერებას თელი დღე წავდნენ ამდენ რომ ექნებოდა მაგრამ რა უშავს კარგი მოკლედ შეჯამება რომ გავაკეთოთ მეგობრებო ამ რეისს ახლა ამ 4 დაცლაზე რაც თქვენ ნახეთ ძალიან ბევრი რაღაცა იყო ახლა აქ პრინციპში ეს საკმარისი თქვენ ახლა რა საკ ნახეთ მოკლედ საკმარისია რომ უკვე აქ მოხვიდეთ აზზე რა ხდება და როგორ დანარჩენი გამოსას ჩააბარო და ჩათვალეთ წახვალთ ხო და შეჯამება რომ გავაკეთოთ მე რომ ახლა 3 წელი მომსვლოდა ეს უიმედე და აქ ახლა ამბავი მექნებოდა აი არ ვიცი მაგრამ დღეს როგორც ხედავთ, ანუ ამ რეისზე როგორც ნახეთ, არაფერი, ყველაფერი, მოკლედ თუ სადმე რამე შემხვდა, ყველაფერი იყო გაპრობლემებული, ტვირთი არასწორად, იმან არ მოიწერა, ბუკინგის გაკეთებას 4 საათი მოუნდა ის ჩემი ვიღაც ახალი დისპეჩერი, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის, მაგრამ რა სიზავთ, ანუ რა შეიცვლებოდა ეხა 3 წლის წინ ნერვები მოშლილი რო ჩამოსულიყავი, აქ თქვა და ყველაფერზე რო ბრაზდებოდი, ესე რო თქვა, არაფერი, მაინც ამ დროს, აი 14:08-ზე წავიდოდი აქედან. და ნერვები მოშლილი ვიქნებოდი უბრალოდ. მეტი არაფერი მეგობრებო. ადრე ვღიზიანდებოდი ყველაფერზე, ეხა უკვე აღარ გვაღიზიანს ეს რაღაცეები, მეტად გაგებით ვეკითხებით ხოლმე რაღაცებს და პრინციპში, ნუ კაკ მინიმუმ იმას მაინც ვიგებთ, რომ ნერვები აღარ გვეშლება და ნერვები მოშლები აღარ დავდივართ. ხო და ერთი რაღაცა მინდა კიდევ თქვა, ეხა დღეს შემთხვევით გადავამოწმე, გუშინ არ იყო ხელფასი დარიცხული, დღეს დაირიცხა. ხო და მაგალითად ინგლისის რეისებზე ჩვენ სხვადასხვა ხელფასი გვაქვს, ხა ბელგია სხვა ხელფასი აქვს, ინგლისზე სხვა ხელფასები გვაქვს ჩვენ. მე როგორც იცით, ყოველდღიურად როისე მუშაობ. და კვირაში რო გვიხდიან რაღაც თანხას, ბელგიაში 800 ზლოტით ნაკლებია. ეგ თანხა, ანუ ინგლისზე რო წავსულიყავი, ხა 800 ზლოტით მეც გამომუშავდი ერთ კვირაში. და წინა კვირას ესე გამომივიდა, წინა კვირასაც ვიდეოებს ვტვირთავ, ხა მავამონტაჟებ მაგ ვიდეოს, მაგასაც სავარაუდოდ ნახავთ. წინა კვირასაც ბელგიის რეისი მომწეს რატომღაც, ანუ 2 კვირა ზედიზედ მიაყოლეს ბელგიის რეისი. მაგრამ წინა კვირის ხელფასი ითვლება იმთვის ხელფასად, ასე რომ ვთქვათ რა. და მიუხედავად მაგისა, მეგობრებო, მაინც ინგლისის რეისები დამითვალეს აგერ. ანუ იმ 800 ზლოტი კი კვირაში არის, ერთ კვირაში ან 3 რეისი სულთა ინგლისი მქონდა და ერთი ბელგია იმ თვეს. მაგრამ მაინც სრული ინგლისის რეისები დამითვალეს და ეხლა ესეთ ადამიანი რო არის რაღაცა კაი ურთიერთობა რო გვაქვს, მართლა პატარა ისაა, რა ქვია, კომპანიაა რა და რაღაცა დაგჭირდება რაღაცა იმაშვება, არ დაგჭირდება რაღაცა შემთხვევით გაიგებს შენზე რაღაცა ის გამოსავალს ეძებდა რაღაცა შემოგთავაზებს თვითონ ადამიანი თავისას ხვდები? აი ხა ამან არ გადაიწია მაგალითად, არ ვიცი, შეიძლება ის იყოს, ლიტვის მანქანა ხედავთ მეგობრებო, აი მაგას გეუბნებით, რომ ან ჩამოსულია, თუ შეიძლება აქაური იყოს, მაგრამ ესეც ემიგრანტია ვიღაცა ჩვენსავით, შეიძლება ახალი ჩამოსულია. აი ნახეთ, ცოტა სხვანაირად დადის, ეხა ესე აქ არ დადიან რა. თუ არ გამატარა ნახეთ, ამ პაუერნინგი ჩართული მქონდა, არ გამატარა, ეგრევე გადავიდოდნენ ეგენი. სხვა დროს დაჟე პაუერნინგის ჩართვაც არ გინდათ, რო ხედავენ, რომ აი აქ უკვე გამოსასვლელი არის, არ ჭირდება პაუერნინგი და თვითონ გადადიან ხოლმე. ეგეთ სიტუაციები არის, აი ხა ამ ვიდეოს რას უყურებთ, პირველად დავიჭირე კადრში, ხო?
ხო და აქედან გამომდინარე მეგობრებო ყველაფერს გააჩნია თქო მაგას ვსახი რამდენი წლის გამოცდილი ხართ არა როგორ მუშაობ და ასე შემდეგ რა რამდენად მოწესრიგებულები დადიხართ ხო ხვდებით ყველა თქვენ მაინც ფირმის სახე ხართ ეხა ასეა თუ ისეა ცოტა ის ნათქვამია მაგრამ მაინც გარკვეული დონით თქვენც ფირმის სახე ხართ ეხა სადრო ცოტა ისეთი მძღოლი მივა და რაღაცებს გაართმევს თავს და სადრო ვიღაცა ვერართმევს თავს აჩაჩულ და ხო ხვდები მე მესმის რომ აქ სულ თავს წესრიგში ვერ იმასიზავ მაგრამ ვინ როგორ მაგრამ ახერხებთ ხოლმე რა ყოველთვის მოწესრიგებულები უნდა ვიყოთ საბუთები დალაგებული ყველაფერი საბუთებზე გეტყვით მართლა ეხა ეს ცემერები რაც ფაილში ვალაგებ და რო ჩავალ მე ჩვეულებრივად ცემერებს სადაც ვიღებ ისე ვიგ დავტოვებ ამაზე და მორჩა ჩემი ერთგვიანი რეისი ესე რო თქვა თუმცა ერთგვიანი ისამდე მე ხომ წავიდე კიდე იმას აქვნა რა ქვია ჯერ კიდე ხა უკან დასასვლელი ტვირთი ამიღეს ეხა და დავიტვირთები მაგრამ მე იქ გადატვირთავენ რა ვიცი რაღაც იზავენ მოკლე და მივდივარ პოლონეთში ჩავალ მოკლე ჩავეხუდები ჩემს ბავშვებს და ჩემს ოჯახს ასე რომ ყველას კეთილი სურვილებით გემშვიდობებით მეგობრებო ამ ვიდეოში იმედია ყველაფერი გასაგები იყო შეიძლება ბევრი ლაპარაკი იყო მაგრამ დამიჯერეთ უფრო ბევრი რაღაცების მოსმენა უფრო სასარგებლო იქნება თქვენთვის რომ მე ყველა სიტუაცია თქვენ რო შეგხვდებათ უკვე რაღაც ნანახი გქონდეთ ეს აბა თქვენს მეგობრებო გემშვიდობებით ისევ წყლის ქვეშ გავდივარ და მოგეს მიწის ქვეშეთიდან გემშვიდობებით წყლის ქვეშიდან გემშვიდობებით ესე რომ ვთქვათ წარმატებები ყველას